მოვამზადე ქართული ტრადიციული კერძი ჩახოხბილი. ამისათვის ქვაფში ჩავასხი საჭირო რაოდენობის ზეთი, დავამატე 3 თავი წვრილად დაჭრილი ხახვი, დავდგი დაბალ ცეცხლზე და მოუშუშე მანამდე სანამ ოქროსფერს არ მიიღებდა. მოშუშულ ხახვში გადავიტანე დაჭრილი ქათამი, რომელიც წინასწარ ერთხელ წამოვადუღე, შემდეგ დავჭერი. ქათმის ხორცი კარგად უნდა ჩაიშუშოს ხახვში, რომ კერძი უფრო გემრიელი გამოვიდეს. ამ შემთხვევაში გამოვიყენე სადიას ქათამი, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ სახლის ქათამი, სოფლის ქათამი გაცილებით უფრო გემრიელია და უფრო კარგი კერძი გამოდის, როცა ვამზადებ სოფლის ქათმით. დავამატე 1 ცალი დაფნის ფოთოლი და რამდენიმე წუთით მოვშუშე ამ მდგომარეობაში. აქ უკვე დავასხი წყალი მცირე რაოდენობით და ვადუღე რამდენიმე წუთით. ადუღების შემდეგ დავამატე პომიდორი ცოცხლად შენახული სახლის პირობებში, რომელიც ძალიან გემრიელს ხდის ამ კერძს. დავამატე 1 ცალი მწარე წიწაკა, 1 კბილი ნიორი, მოურიე და ვხარშევ კიდე რამდენიმე წუთით. აქ უკვე დავამატე გათქვეფილი კვერცხი 2 ცალი, შეგიძლიათ მეტიც დაამატოთ, რადგან წვენი უფრო გასქელდეს და შეიკრას. ეს უკვე თქვენ გემოვნებაზეა დამოკიდებული. კიდევ რომ წამოდუღდა, უკვე დავამატე მწვანილი 1 კონა ქინძი და 1/2 კონა ოხრახუში, რომელიც ძალიან უხდება ამ კერძს. შევაზავე მარილით, რა თქმა უნდა ზომიერად რომ არ დამლაშდეს და ასევე დავამატე პილპილი,
წვრილად დაფქვილი შავი პილპილი, რომელიც ასევე ძალიან უხდება. მწვანილის დამატების შემდეგ დიდხან დუღილი აღარ სჭირდება. ფაქტიურად კერძი უკვე მზად არის. გაზი უკვე გამოვრთე და ვაცადე, რომ გაგრილებულიყო. ეს კერძი წვნიან კერძებში ალბათ პირველ ადგილს იკავებს. ძალიან გემრიელია. და როგორც წეგან აღვნიშნე, გემრიელია უფრო სოფლის გათმით მომზადებული, თუმცა ესეც ძალიან კარგი გამოვიდა. მოამზადეთ, გემრიელად მიირთვით, შემიფასეთ ვიდეო, დაწერეთ კომენტარებში თქვენი მოსაზრება, თქვენ თვითონ როგორ ამზადებთ.